დასრულდა ჩვენი არდადეგები, დღეს ბოლო დღეა და სასტუმროს ტოვებთ და კიდევ ერთ ლოკაციაზე გავჩერდებით. ასე რომ ვადევნეთ თვალი, წინ გელოდებათ ძალიან საინტერესო ვლოგი. სასტუმროს ტოვებთ გაკრიალებულს, ზუსტად ისეც, როგორიც დაგვიხვდა. ხელიც კი დავრეცხე, რატომღაც ვერ ვტოვებ არეულად ვერაფერს. საძინებლებიც მოვაწესრიგე შეძლების და გვარად. ზუსტად ისე ვტოვებ, როგორც მე მესიამოვნებოდა, რომ დაეტოვებინათ ჩემთვის სასტუმრო. ყველაფერი კაცებმა ჩაალაგეს, სანამ ჩვენ გავიღვიძეთ. Airbnb-ს ისა აქვს კარგი, რომ როგორც შენ შეგიძლია დატოვო შენი შეფასება სასტუმროსი, ანალოგიურად ისინიც ტოვებენ ხოლმე შეფასებას თავისი მომხმარებლის. და Airbnb-ზე ძალიან კარგი შეფასებები გვაქვს, თუ კი რომელიმე სახლი გვიქირავებია. ავედით! ნელოდე. It's a truncheon. Yeah. These are both houses. My Lady Gaga. Mommy was hotel. გზად ეზოს დეკორაციებს ყიდიან და სასწრაფოდ გავაჩერებინე მანქანა და მინდა თქვენც დაგათვალიერებინოთ. ეზოს დეკორაციებს ყიდიან აქ. პატალეშოკოები, ნახეთ. ქარის windmills, ქარის წისქვილები პატარა და საყვარელი. Look. ვაგრძელებთ გზას და იმ ლოკაციაზე ვჩერდებით მე რომ ვახსენე. ერთად ვნახოთ რა არის. Going to upside down house. Where's the upside down house? Let's see the upside down house. What? Oh, look at the upside down house picture. Hey, come, wait, you have to get our tickets. Yeah, listen here. Come in. ბილეთების სალაროსთან ველოდებით.
Upside down house. ამოტრიალებული სახლი უნდა ვნახოთ. Upside down house. Yeah, I love upside down houses. Yeah. Give your ticket. What's his name? the doggy's No. name? What's the doggy's name? Doggy's name is Doggy's name. It's like Max in the Moon. აი ამ სახლის სანახავად მოვედით. ბავშვების გასართობები. აქ გზად მიმავალი ვფიქრობ, ნეტა ავეჯით თუ ამოტრიალებულია სახლში, თუ მხოლოდ გარედანა აქვს ასეთი ვიზუალი. მოკლედ ფიქრები არ მასვენებს, მოდით ერთად ვნახოთ. ჰოი საოცრებავ. ავეჯით ჭერზეა მიკრული. საძინებელი. I'm trying to keep the couch up. Wait a minute. თია მიკრული ნეტა ეს ავეჯი ჭერზე რომ არ ვარდება. ხო შეიძლება რომ ჩამოვარდეს და ვიღაცას დაეცეს თავში. ამიტომ იყო გამოკრული რომ საფრთხე რაც გემუქრებათ ამ სახლში შესვლისას ეს უკვე თქვენს პასუხისგებლობაზეაო. თვითონ არ იღებენ არანაირ პასუხისგებლობას. I want to do something. I want to do something. ეს ბარია, ბარის მაგიდა. ტელევიზორიც ამოტრიალებული. აბაზანა ნახეთ. რა საინტერესოა. მეგონა მხოლოდ გარედან ექნებოდა ამოტრიალებული სახლის ვიზუალი და შიგნით რესტორანი იქნებოდა, მაგრამ შევცდი. ნახეთ კარადებში პროდუქტები. პროდუქტებიც ამოტრიალებულია. სარეცხის მანქანა, ჭურჭლის მანქანა, მიკროტალღური, წყლის მადუღარა, ყველაფერი იმაზე ჭერზეა მიკრული. მოდით მაცივარშიც შევიხედოთ რა ხდება. მასივარშიც იგივე სიტუაციაა. რითია და მიკრული ეს ყველაფერი რა საინტერესოა რომ არ ვარდება. სასადილო ოთახი მაგიდან ნახეთ. სკამები. ეს თავარი საძინებელია. საძინებლის ფერები ისე მომეწონა, რომ მეორედ მოვტრიალდი ამის სანახავად. ცოტა ახლოდან მინდა რომ გაჩვენოთ. კომპიუტერი ნახეთ როგორ არის მიკრული. სკამი, ეს პატარა ხალიჩა, სათამაშოები, ფეხსაცმელები ხალიჩაზეა მიკრული. სულ ეს არის. ესე ჩვენი ამოტრიალებული სახლის დათვალიერება დავასრულე და ახლა მივდივართ საჭმელად. საკმაოდ გვშია უკვე. ვიდრე საჭმელს ველოდებით, ბავშვები სათამაშო მოედნისკენ გაიქცნენ. AJ-მ ველოსიპედებიც იპოვა. საკმაოდ დიდი სივრცეა ბავშვებისთვის. ისევე როგორც ყველა სხვა ადგილებში სამხრეთ აფრიკაში განებივრებული ვართ მოკლედ საბავშვო გასართობებით. მოკლედ არჩევს და ვერა არჩია.
რომელზე უნდა იკატაოს. არაფერი განსაკუთრებული, ჰოთ-დოგები და სენდვიჩები შევუკვეთეთ, ჩიფსები. არ ქონდათ სხვა არაფერი აქ. თუმცა ესეც გემრიელია, როცა საუზმი არ გაქვს ნაჭამი, სამხარი ყველაზე გემრიელი გეჩვენება. ამ ფუმფულა ქალებს როგორ უყურებენ ჩემი შვილები, ერთი ნახეთ. ალბათ გაგიკვირდებათ ამ ფუმფულა ქალებს ყოველს თეთრები რატომაც სვიათ. მეც გამიკვირდა და ენდის ვკითხე, ესენი ყოფილან ეკლესიის მრევლი, თურმე ასე თეთრებში გამოწყობილები დადიან ეკლესიაში. და როგორც ჩანს, ეკლესიის შემდეგ გამოიარეს აი ამ სახლის სანახავად. ეს ძაღლი არ შორდებათ ბავშვებს. დავასრულეთ ჭამა, ნაგავი შესაბამის ურნებში მოვათავსეთ და მივდივართ სახლში. სადაც არ უნდა წავიდეთ სამხრეთ აფრიკაში, აბაზანება, საპირფარეშოები არის გაწკრიალებული, მეგობრებო. მორიგეობენ ყოველ საათში და აკრიალებენ აქაურობას. კიდევ აი ასეთი შავი-შავით ჩაკუწკუწებული თმები მომწონს აფრიკაში გოგონებზე. 20 RMB სპილოა გამოხატული ერთ მხარეს და მეორე მხარეს ისევ ნელსონ მანდელა. ათრენდიანი ნელსონ მანდელა და რომელიც ცხოველია მარტორქა. გამაგვილებელ სასმელს ვყიდულობ ყინულით, ლიჩი და მანგოთი. გემრიელესია მანგო და ლიჩი ერთად. ულამაზესი ეზოა აქაც. ეზოების მოვლა აქ ძალიან მაღალ ხარისხშია აყვანილი და გაფორმება ეზოების. სამხრეთ აფრიკის დროშის ფერებია ეს მაგალითად. ბილეთებს ვაბარებთ და მივდივართ სახლში. აი ეკლესიის მრევლი თეთრებში ჩაცმული უკან მომყვება. როგორ მიყვარს ესა ტუალე და ერთი ცალი მინა დავკარგე. რა ცუდია. ზუსტად მიფარავდა, ყველა ნაოჭის იცავდა მზისგან. არა უშავს. იგი წავა და სხვა მოვა. ტუფასა საბახნაროსა. დღეისთვის სულ ეს იყო. შემდეგ ვლოგამდე.